მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გილოცავთ 9 მაისს. 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ქეთს ვიხრით 250,000 დაახლოებით ქართველის სიცოცხლის, სიკვდილის, გვირობის წინაშე, რომელმაც თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე, დიდება მათ. ძალიან კარგია რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ლიბერდებილური ქვეყნის, ასე ვთქვათ, ავიცი, ჯოჯოხეთს არ აყვა. მე ამას წინათ ნახე მეგობრებო, კიევში კადრი, როგორ დააკავა პოლიციამ 100 წლის ვეტერანი ქალი, რომელიც მივიდა პატივის მისაგებად მეორე მსოფლიოში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცებისათვის და ეს არის კოშმარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ ჩვენ ავწდით აი ამ საშინელ ბედს. ჩვენ განსაკუთრებით სტუმარი არის ბატონი ირაკლი მერზუნიშვილი, მოგესალმები ირაკლი. მოგესალმებით. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც მულტიპოლარულ სამყაროში და აი სამყაროში სადაც ვექტორები ბევრია, ბევრნაირია, ძალიან ბევრ სიკეთეს გვიქადეს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რეალურად არის ქართული ეკონომიკის წინსვლა. რეგიონში კი არა, ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენზე მდიდარია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა ამ უბედურების პირობებში. მოკლედ რო გითხრათ, რატომ ხდება ეს? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, მეც მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე, ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც არასდროს არ გაცვდება, ყოველთვის იქნება ფიქრობ აქტუალური და მართლაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გმირულად თავი გაწირა ამ ძალიან მძიმე ომში და ბრძოლაში და ჩვენ შეგვინარჩუნა, ასე ვთქვათ, შანსი იმისთვის, რომ შემდგომ უკვე განვითარებულიყავით და დღეს უკვე საქართველო არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად უკვე ვცდილობთ, რომ გქონდეს ეკონომიკური ზრდა, ასე ვთქვათ, დაუბრუნდი იმ კითხვასთან, რაც გაჟღერდა. ზოგადად მინდა დავყო ორ ეტაპად ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სიტუაციის განვითარება, იმიტომ რომ 2022 წელს ფაქტობრივად მსოფლიომ დაიწყო ახალი თამაშის წესებით თამაში. ცხოვრება რა, დავიწყოთ იქიდან, რა თქმა უნდა, გულისხმობ თებერვალში დაწყებულ უკრაინსა და რუსეთს შორის ომს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი კრიზისი, ზოგადად შალვა კრიზისი მანამდეც იყო დაწყებული უკვე, პირდაპირ თქვათ, რომ კოვიდის ინფექციის გავრცელებამ და მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია უმძიმესი მდგომარეობაში ჩააგდო განვითარებადი ქვეყნებიც კი, ნახეთ თუ რამხელა კრიზისები მოხდა განვითარებად ქვეყნებში, აღარ მაქვს საუბარი უკვე განვითარებულ ქვეყნებში, არა მაქვს საუბარი უკვე განვითარებად ქვეყნებზე, რომელსაც უმძიმესი მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანაც, რა თქმა უნდა, არ იყო გამონაკლისი და ჩვენც ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ რომ ავიღოთ და გავაკეთოთ ერთგვარი ანალიზი საკმაოდ ესე ვთქვათ შეთამაშებულად იმუშავეს ყველა სტრუქტურებმა და პრინციპში 2022 წლიდან, როდესაც უკვე წესით უნდა დაწყებულიყო ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში, ჩვენ შევეჯახეთ, ასე ვთქვათ, აი ამ კატასტროფულ ომს, რომელმაც შეიწირა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რადგან მსოფლიო და ქვეყნები იყვნენ, ასე ვთქვათ, უკვე განებივრებული იმით, რომ იყო ერთგვარი სისტემა შექმნილი, თამაშის წესები და ამ თამაშის წესებით მოქმედებდა ყველა, იგივე სატრანსპორტო დერეფნები, იგივე ვაჭრობის წესები და ასე შემდეგ. ის სანქციების ნაკადი, რომელიც იყო რუსეთის მიმართ დაწესებული, რა თქმა უნდა, ამან ყველაფერი აურია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თვითონ რუსეთის ვაჭრობის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი
ციფრების მონაცემები ქონდა რუსეთს ვაჭრობა ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ ყველაფერმა აურია, ასე ვთქვათ, სრული დისბალანსი გამოიწვია და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობის ფასი გაიზარდა ასე ვთქვათ და ძალიან სერიოზული დეფიციტი იყო მშვიდობის განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ახლაც არის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან იდეალურად იმოქმედა, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კატასტროფულად იყო დაცემული კოვიდის მერე და ეს იყო ლოგიკურიც, ჩაკეტილი იყო საზღვრები და ასე შემდეგ და ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში 2022 წლის შემდეგ გქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველი წელი ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყო, რასაც ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ ეს იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი იყო და სრული რეცესია იყო და სტაგნაცია და ასე შემდეგ გაჩერებული იყო ეკონომიკა და ეხლა რა თქმა უნდა უკვე ვეღარ დააბრალებ ამას, უკვე 24 წელი იყო ამის ნათელი მაგალითი თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ და რა თქმა უნდა ეს სიტუაცია რაც ხდება ჩვენს რეგიონში, ამან მოგვცა დამატებითი შესაძლებლობები და რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ. ჩემი გადმოსახედიდან დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც ამას ძალიან კარგად აფასებს. ჩვენ ამ შესაძლებლობებს ვიყენებთ და პირველ რიგში მოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ მოვახერხეთ და მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რაც ვფიქრობ ძალიან სერიოზული მიღწევაა, იმიტომ რომ ჩინეთი ესე მარტივად ქვეყნებთან არ აწევს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენ მოვახერხეთ და გავზარდეთ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში 60%-მდე და ჯამში მიაღწია $2 მილიარდ. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა არსებობს დისბალანსი და ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩინეთთან დისბალანსი ვაჭრობის ექსპორტი. სალდო არ არის დადებითი. ნუ რა თქმა უნდა, ანუ ვერც იქნება. უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გაჩნდა. ჩინეთის შემთხვევაში ხა არა, ეგ ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან, რათა თვითონაც გვეხმარებიან და უნდა დაგვეხმარონ იმაში, რომ ჩვენ გავზარდოთ ექსპორტი ჩინეთში. სულ ახლახანს გაიმართა კომისია, სამთავრობოთა შორისი კომისია, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მწვანე შუქი აენთო ჩვენს თაფლს, ანუ თაფლის წარმოებას და თაფლის ექსპორტს ჩინეთში, იმიტომ რომ იქ არის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები და ჩვენ დავაკმაყოფილეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ქონდა ჩინურ მხარეს და დარწმუნებული ვარ ამ კუთხით. ანუ ინვესტიციები აქ თაფლში ჩაიდება. რა თქმა უნდა, თაფლის წარმოებაში ჩაიდება და ექსპორტი გაიზრდება, რა თქმა უნდა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემა იყო თაფლის წარმოება, ფუტკრის პრობლემა იყო საქართველოში და ეხა ფულს ჩადებს ხალხი, კი ბატონო. სტიმულია უკვე ამაში, რომ ფული ჩაიდოს, შეიქმნება რაღაც სხვადასხვა ფინანსური პროდუქტები, სხვადასხვა პროექტები და დაფინანსდება და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ალბათ კარგია, ძალიან კარგი და ძალიან კარგი ამბავია ეს. ნუ რაც შეეხება ღვინოს, ჩვენ ისედაც გვაქვს ექსპორტი, იქ იყო ერთგვარი ვარდნა ღვინის ექსპორტის ნაწილში, მაგრამ ეხლა ვეწევით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გაიზრდება და დადებითად გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადავედით, ჯერ ჩვენ მოუხსენთ ჩინეთის მხარეს უვიზო მიმოსვლა, შემდეგ უკვე ჩინეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვს შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველანაირი ვიზის გარეშე პირდაპირ აიღოს ბილეთი და ჩაფრინდეს ჩინეთში, რაც არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზოგადად ჩინეთი არის ძალიან როგორ გითხრათ 21 საუკუნეში არ არის. მართლაც ვინც ჩავა თვითონ თავის თვალით ნახავს, რომ
განვითარების დონემ ტექნოლოგიურად ისეთ დონეს მიაღწია, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს ამ კუთხით გადმოსაღები და სასწაული და ამიტომ შესაძლებელია ძალიან ბევრი საერთო პროექტის განხორციელება, რაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას ძალიან წინ წაიყვანს და ეს არის ჩვენი სამთავრობო გუნდის და ჩვენი პოლიტიკის დამსახურება, რომ დღეს ასეთი ვითარება არის, დაინიშნა პირდაპირ რეისები, არის ურუმჩიდან პირდაპირ რეისი, მოლოდინი არის რომ დაინიშნება ასევე დედაქალაქში პეკინში და არის ასევე მოთხოვნა რომ იყოს გვანჯოუში, იმიტომ რომ ინდუსტრიული ზონაა და ძალიან ბევრი ჩვენი კომპანია წარმოებელი იქიდან პროდუქტებს ყიდულობს. რაც აქაურ ბიზნეს გააცოცხლებს, იმიტომ რომ ჩინეთშეული ალტერნატიული ძალიან ხარისხიანი უკვე და შედარებით იაფი პროდუქციის შემოთავაზება ჩვენთვის და ეს ძალიან მაგარი იქნება. მე უბრალოდ თავარი მინდა ვკითხო, თავარი არის შემოიდაკლი, მაინც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა და ის რაც შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ჩინეთს. ესე იგი, ჩინეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა საზღვაო, არამედ საზღვას ანგლოსაქსები და ამერიკელები აკონტროლებენ, ეს მათია, ოკეანები არის მათი. არამედ ხმელეთით გაიტანონ თავიანთი საქონელი ევროპაში, იმიტომ რომ ევროპა ძალიან დიდი ბაზარია. რუსეთთან ეს რუსეთი შეიძლება ასე ვთქვათ. რუსეთის გავლით ეს პრობლემატური გახდა ომის შემდეგ. აგერ აქეთა მხარე, რომელიც გადის ახლო აღმოსავლეთზე, გარკვეულწილად იქ ვითარება არ არის. ომია რა, ისრაელი უტყავს ერახს, ისრაელი უტყავს ჰუსიტებს, ისინი პასუხობენ. გაურკვეველი ვითარება ირანთან არის დაძაბული სიტუაცია და ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომელიც მოდის ჩინეთი, შუა აზიის რესპუბლიკები ყოფილი საბჭოთა, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო და ევროპა. აი ეს არის ჩემი უნიკალური რამ ჩინეთისთვის. კი ბატონო. და ამაზე შეგვიძლია შუა დერეფანი ყოველთვის არსებობდა, ხო? ეს არ არის ახალი პროექტი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც შენ თვითონ თქვი და აღნიშნე, ხო? ეს სიტუაცია მოიტანა იგივე აი ამ სიტუაციამ დესტაბილიზაციებმა, არასტაბილურმა სიტუაციამ, ომებმა და ასე შემდეგ გააჩინა და მისცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩინეთისთვის შუა დერეფნის როლს, არსებობას. სხვათა შორის ერთ-ერთი ბოლო ფორუმზე, აბრეშუმის გზის ფორუმზე, თვითონ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტრატეგიული უწოდა და მნიშვნელობა მიანიჭა ერთი გზა, ერთი სარტყელის პროექტს. და რა თქმა უნდა, მისთვის ამის სტრატეგიულ კონტექსტში აყვანა უკვე ნიშნავს იმას, რომ აძლევს უკვე ჩინეთის მთავრობას პირდაპირ უხსნის გზას, რომ მოხდეს ამის სუბსიდირება ამ მიმართულების და ხედავთ კიდევ და შევიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ტვირთები არის გაზრდილი ზუსტად იმ ტრაექტორით და იმ მარშრუტით, რაც შენ აღნიშნე წეღან და აქ იკვეთება საქართველოს როლი, იმიტომ რომ საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი, აზერბაიჯანისა და საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ამ ასე ვთქვათ, ამ მარშრუტში, რაც ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რაც უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. უბრალოდ ინფრასტრუქტურა არ არის ჯერ და სწორედ ამას უკავშირდება პორტის შენებლობა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეს შესაძლებლობები, შანსი მივიღოთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ გამტარუნარიანობა ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც ძალიან კარგია არის ის, რომ შენდება უმნიშვნელოვანესი საუკუნის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელიც ეხლა აღარ მინდა დავუწყო ერთ-ერთი სპიკერი ვიყავი ამ მიმართულებით და ასე ხელოვნურად შეჩერებული ხელოვნურად შეჩერებული ჩვენ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ და ამის სამწუხაროა და მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევაც უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო უფრო აქტიურად უნდა გვემოქმედა იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგინეს რა შალვა ეს არის ცალსახად
მაგრამ ხაზარაძის ინიციატივა ხო არ იყო, ვიცით ხო, ვის არ უნდა ეს და ზოგადად ვინ ეხმარება მას? ხო, ნუ ანაკლის თვითონ პორტის მშენებლობის იდეა ზოგადად დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ეს ყველამ ვიცით, ანუ ეს არ არის რაღაც ეს მიითვისა ეს წინა ხელისუფლებამ სააკაშვილს თავისი ისინი როგორც ჩვევია ხოლმე მიითვისა, მაგრამ სინამდვილეში ეს პორტი მოგცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას ზუსტად აი ამ ერთი გზა ერთი სარტყელის ფარგლებში რომ ჩვენ შევძლოთ და 2028 წლის ბოლოს უკვე თუ არ ვცდები ოპტიმისტურად და რეალისტურად არა 28 წლის ბოლოს 29 წლის დასაწყისში ამუშავდება უკვე შეიძლება მივიღოთ პირველი გემები ასე ვთქვათ ბოლოს ალბათ შევა ტოპში არა ნუ შეიძლება ითქვას 28 წლის ბოლოდან 29 წელში ჩვენ უკვე დავიწყებთ ასე ვთქვათ გემების მიღებას მნიშვნელოვანია რომ დაწყების დღიდან უკვე სამუშაოების დაწყების დღიდან ერთი დღით არ გაჩერებულა თვითონ დაღრმავების საქმიანობა ამას ხედავს ყველა თვითონ ანაკლიაში ცხოვრებით ყველა ხედავენ და გრძნობენ თავს მშვიდად იმიტომ რომ ეს პროცესი შეუქცევადია ირაკლი საპროგნოზოდ მე მესმის ახლა ძალიან რთულია მაგრამ რამდენს მოუტანს ბიუჯეტს და ბიზნეს საკერას მოუტანს და ინფრასტრუქტურას რა მოყვება იქ ბიზნესის აღორძინება მცირე იქნება თუ საშუალო გასაგებია მაგრამ აი რას მოუტანს თანხობრივად აი გვაქვს რაღაც პროგნოზი? თანხობრივად ეს ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ერთი არის ის რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კი ბატონო. ძალიან დიდი თანხები შემოვა ბიუჯეტში, რაც რა თქმა უნდა მოგცემს შესაძლებლობას რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ და ბევრი სოციალური პროგრამა განვახორციელოთ. აღორძინებს და გააცოცხლებს. აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, იმიტომ რომ ნახეთ რა შეა საქმე ეს გარდა იმისა რომ არის ძალიან სწორი ეკონომიკური პროექტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ჩვენთვის ეს არის ასევე ასე ვთქვათ ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი ასე ვთქვათ ამას ყოველთვის მინდა რომ ხაზი გაუსვა რატომ თვითონ ანაკლის პორტში იქნება ძალიან ბევრი ოპერატორი სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის ამერიკის კი ვამბობთ ჩვენ რომ დაუშვათ ეს პორტი რა თქმა უნდა თავშივე არის გამიზნული იმისთვის და არ გათვლილი იმისთვის რომ ძირითადად ჩინური თვერთები გამოვიდეს გაატაროს და მიუერთდება მაგრამ ამაში არაფერი არ არის ცუდი ჩვეულებრივ ჩინური თვერთები წამოვა ევროპაში და ასევე სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული ვისაც მოუნდება ასე ვთქვათ ტერმინალში რა თქმა უნდა იქ ოპერირება სხვადასხვა ოპერატორიც იქნება სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები აზერბაიჯანიც იქნება მაგრამ ამას ვამბობ ამიტომ ჩვენთვის დივერსიფიკაციაზე რო საუბრობთ ხო ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად გადანაწილებული და მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა წარმოდგენილი ბევრი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში რათა საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი სურათი, რომ ყველა ამ ქვეყნის ინტერესი იყოს ის, რომ საქართველოში არასდროს არავინ არ გაისროლოს. რომ იყოს ასე ვთქვათ სტაბილურობა, მშვიდობა და არავინ არ გაბედოს და არ წააქეზოს, ასე ვთქვათ ვინმე რომ აქ გაიხსნას თუნდაც რაღაცა ფრონტები და ასე შემდეგ შეგახსენებ მეგობრებო, ტრამპმა რო დადო უკრაინისთვის დამღუპველი და ამერიკისთვის კარგი გარიგება უკრაინასთან არა მარტო წიაღისეულის, არამედ პორტების და ინფრასტრუქტურის ერთობლივ გამოყენებაზე, ესე ქვია, თორე იქ რაც არის, ვიცით. და სარგებელი უკრაინისა ტრამპმა ახსნა, რომ უსაფრთხოების თემა არის. ჩვენი ეს და ვერანაირად დაარტყავს. ანუ ეს აპრობირებული სოფლიოში მიღებული, ასე ვთქვათ, სქემა არის რა. როდესაც ჩვენ დიდ ინვესტიციას დებ ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნავ. აბსოლუტურად გეთანხმებით და ზუსტად ამ პოლიტიკას მივყვებით ჩვენ რომ ბევრი კომპანია იყოს წარმოდგენილი. ჩვენ როდესაც საუბრობთ ინვესტიციებზე, რა თქმა უნდა ჩვენს ინტერესებშია რომ ევროპული კომპანიები ჩემოვიდნენ, ამერიკული კომპანიები ჩემოვიდნენ, აუცილებლად ჩემოვლენ და აუცილებლად მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვჭირდება ჩვენ. ჩვენ უკვე ავირჩიეთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ვართ ღია ქვეყანა, ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს უქმნით სხვა ქვეყნებს იმისთვის რომ
გახსნან ბიზნესები და ასე ვთქვათ, ოპერირება, წარმოებები და ასე შემდეგ და ისარგებლონ იმ სავაჭრო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ეხლა უბრუნდები ისევ ჩინეთს, ხო? ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ევროპელებისთვისაც. ჩინეთი და ევროპა პირდაპირ დღეს აი ამ სატარიფო ომების პირობებში ვერ ვაჭრობენ პირდაპირ თქვათ. ძალიან ბევრი საწარმოს გადმოტანა შეიძლება საქართველოში. ეგრეთ წოდებული made in Georgia-ს ასე ვთქვათ, სერტიფიკატის აღება. რა თქმა უნდა, ეს აწყობს ევროპასაც და ჩინეთსაც. კი ბატონო. ამიტომ აქ ჩვენ უნდა შევძლოთ, რაც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის. ეს არის კვალიფიციური კადრების გადამზადება, ანუ ხო არის რაღაც გამოწვევები, რაც ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავ და ჩვენ ვაღიაროთ, რომ არის ამ კუთხით სულ იყო და არის, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახლა ესეთი მაღალტექნოლოგიური წარმოებების პრეტენზია რო გაქვს, რომ გადმოვიდეს აქ, ახლა იმან თუ ჩამოიყვანა თავისი მუშა ხელი და ყველანაირად უძვირდება პროცესი, ახლა თავარი ხიბლი არის ის, რომ შენ მისცე თავის სტაბილური სიტუაცია ეს გვაქვს, მისცე კარგი ესე თქვა. არა, სანამ მუშაკამდე მიხვალ, შენ უნდა შეუქმნა პირობები, უსაფრთხოება და თვითონ პირობები ბიზნესის კეთების პირობები უნდა მისცე, რაც ფანტასტიკური გვაქვს, ანუ სიმარტივე, არაბიუროკრატია და კორუფცია და აი ეს ყველაფერი გაქვს და ერთადერთი შენ გრჩება, რომ დაუმატო ამას პროფესიული კადრები, მუშა ხელი, გადამზადებული, რაშიც მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ამ კუთხით და ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიული კადრების გადამზადება, ვიწრო სპეციალობები, სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების პოპულარიზაციაში მე ვფიქრობ ძალიან დიდი თანხები უნდა ჩაიდოს, იმიტომ რომ ჩვენ ამ კუთხით გვჭირდება არა მარტო ასე ვთქვათ, ამ კოლეჯების გახსნა, არამედ თვითონ მენტალიტეტის ნაწილში შალო დამეთანხმები რა, ჯერ კიდე არ არის გადატეხი თავიდან შეყვარება. არ არის გადატეხი ეს უნდა გადავტეხოთ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მარტო იურისტი, ეკონომისტი და ინჟინერი გვინდა და თან ვიწრო სპეციალისტი აქვს გაცილებით მეტი შანსი რომ ძალიან ღირსეული ანაზღაურება გქონდეს და სტაბილური მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიდრე თუნდაც იგივე იურისტს რომელიც ძალიან დიდ კონკურენციაში შედის ან ხარ ძალიან კარგი იურისტი ან საშუალო დონის ან ვერ მიაღწევ საქართველოში არის თიძე ჩამოსათვლელი. ეს მე საიდან ხა ეს პრობლემები რომ ახსენდება ისევ იმ რეგიონს საიდანაც მე პირველად ასე ვთქვათ გავხდი მაჟორიტარი კასპის რაიონიდან სულ მახსენდება ის кейსები ის ასე ვთქვათ ამბები, როდესაც იქ იცით თქვენ არის ჰაიდელბერგი, არის ესე სხვადასხვა ქარხნები კასპში და ეძებდნენ ხოლმე ძალიან ისეთ პროფესიულ კადრებს, შემდუღებელს და რაღაც ისეთ პროფესიულ არ არიგით და ვერ პოულობდნენ მაღალი კლასი და ვერ პოულობდნენ და ჩამოყავდათ უცხოეთიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან და სასწაულ ანაზღაურებას უხდიდნენ. ანუ იქ პროფესიული ასე ვთქვათ ესე მძიმე ტექნიკის მძღოლების საკითხია, რომელსაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვს და არ არის დეფიციტი. ანუ ჩვენ ამ კუთხითაც ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აი ის რო დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ ინვესტიციები რო გჭირდება, ჩვენ რო გჭირდება მაღალტექნოლოგიური საწარმოები აქ, ჩვენ რა თქმა უნდა ყველა კომპონენტი უნდა დავახვედროთ და ეს უკვე ჩვენი რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიდგომას, აგერ ისწავლონ ჩინური და იმუშაონ მაქს ფეროშიც. ეხლა რაც შეეხება ზოგადად შუადერეფანს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გქონდეს იდეალური ურთიერთობები ამ შუადერეფნის მონაწილეებთან, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სტრატეგიული ურთიერთობა ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი შენო პირველ რიგში ყაზახეთიდან შემოდის. კი, რა თქმა უნდა. ზღვა, აზერბაიჯანი, შემდეგ აზერბაიჯანი, საქართველო და შემდეგ უკვე თურქეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, როგორც არის მაგალითად შავი ზღვის კაბელი, რომელიც დაწყებულია ეს პროექტი. აზერბაიჯანიდან დენის მიწოდებით, ხო? დიახ. არის დაწყებული? დაწყებულია უკვე პროცესი. ანუ ტრანზიტი ზოგადად გადის, ხო? ალბათ სავარაუდოდ თუ არ ვცდები ის იყო 2030 წელი, თავიდან 29 ალბათ 30 წელს უნდა წეს დამოქმედეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის.
აქაც ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ამისთვის არის მნიშვნელოვანი რომ ვაშენოთ ჰესები, მნიშვნელოვანია რომ ვაშენოთ ასე ვთქვათ ის ინფრასტრუქტურა, იგივე ენერგეტიკის კუთხით, რომ ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს, დივერსიფიცირდეს. ხო, ახლა იგივე აქედანაც მივიღოთ, იქიდანაც, აი ხაზი რომ დაზიანდა ხაზი და ცირეხნიანი ბლეკაუტი იყო საქართველოში. თუ არის ბევრი, ეგ ხო მარტივია, ბევრი მხრიდან, ეგეთ პრობლემები არ აქვს. ეს არის მთავარი. ჩვენ ახლა უნდა კონცენტრირდეთ ამაზე, სრულიად ჩვენი საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენ მოქმედებთ ჩალვა, ჩვენი ყველა მეს დაინახა, მთელმა მსოფლიომ დაინახა და ყველა შეეგუა იმას, რომ ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი, რასაც ახლა ვდგავთ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ეკონომიკური მხოლოდ, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს ზოგიერთებისთვის შეიძლება ცოტა მტკივნეულიც იყო, მაგრამ ამის გაგება და გააზრება, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიცით ვინ არის ამ მიმართულების ტერი, პირდაპირ გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატებმა გამოსცა აქტი, რომელიც მიიღო ქვედა პალატამ, სადაც წერია რუსეთის, ირანის და ჩინეთის მავნე გავლენის შეწინააღმდეგების, ასე ვთქვათ, აგას არაფერი, ყველაფერი ღია და ნათელი. არ უნდა ბევრი ლაპარაკია. მე სხვათა შორის არ მაქვს ის განცდა, რომ ამ აქტს მეგობარი დაარქვეს თუ რაღაცა მტრული აქტი თუ რაც კიდე. მეგობარი აღარ ქვია, აი როგორც მე ვთქვი, ისე ქვია. ხო, ანუ ხო გადაარქვეს. რებრენდინგი გააკეთეს. ჩინეთი ჩაწერეს. ხო, ჩინეთი ჩაწერეს და ამით გონიათ რა. სინამდვილეში მე მგონია რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავა. განწყობებზე მაქვს საუბარი, განწყობებზე არ არის სახუმარო საქმე, იმიტომ რომ ბევრმა მათ შორის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაუჭერა მხარი, რაც ხო, მაგრამ აქ არის ხშირ შემთხვევაში ლობისტური კომპანიები ჩართული, სხვადასხვა ინტერესები, ანუ ამას ბოლომდე ახლა გლობალური ის ახლა ნუ მივცემთ ამას ახლა. არა, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამერიკელებს არ აწყობთ ეს, პირდაპირ შეგიძლია ეს არ თქვა, მაგრამ მე გავიმეორებ, რომ მარტივ მიზეზის გამო ისინი სრუტეებს აკონტროლებენ, რითაც ჩინეთი ევროპაში აგზავნის თავის და იმ სრუტეებს აკონტროლებენ, ვინც აკონტროლებს ზღვას. ადრე ეგრე იყო. ჩვენი ის აკონტროლებს ვაჭრობას. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, შალო, პირდაპირ გეტყვი რა, ჩვენ რა პოლიტიკაც გვაქვს არჩეული, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთანაც გქონდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. სხვათა შორის მე არაერთხელ ვარ ნამყოფი კონგრესში ჩემს კოლეგებთან წინა წლების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა რომ ამ კუთხით არ გადადგეს. არ გამოვა ეს. მე პირდაპირ შემიძლია თქვა რომ ეგ არასოდეს არ გამოვა. თუმცა ეს ამერიკისთვის საერთოდ არაფრის თქმელი არ არის. თვითონ ეკონომიკური ჭრილში რომ ავიღოთ, ვერც იგრძნობდა ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატები ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე რატო ვამბობ ამას, რომ ჩვენ ღია ქვეყანა ვართ და ვცდილობთ ასე ვთქვათ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება რა, ასე ვთქვათ. ბოდიში რუსულიზმი და დაჟე რო უთხრათ, რომ ჩინეთთან შევწყვეთ და თქვენგან რას ვიღებთ ხო? ხრებს აიჩიჩავენ და რას ქვია, რას ვიღებთ ხო? ჩვენ შუქურა ვართ დემოკრატიის. კარგი, ამაზე არ ხო, ამიტომ რაც კარგია ჩინეთის. ხო. და რაც მოუწონს. ჩინეთი ჩინურ იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ ექსპანსიას არ აწარმოებს. ანუ ჩინეთი არ გეუბნება რომ ჩინური ცხოვრების წესით უნდა იცხოვრო, ჩინური ღირებულებები უნდა გაიზიარო. ეს არის ანუ ეს როგორ გითხრათ, ეს არის აი მართლა ძალიან მაგარი, როცა ამხელა ძლევამოსილი იმპერია, ჩვენ უბრალოდ პარტნიორად გვთვლის, ერთად ვაკეთოთ საქმე და არ გეუბნება რომ აი შენ რაღაც ჩინური კონფუციანული ან კომუნისტური იდეები უნდა გაიზიარო. ეს არის იდეალური ჩემი აზრით. ეს მე მგონი მეორე ესეთი დიდი ქვეყანა არ არსებობს. თუმცა კონფუცის რას უწუხნებ? მაგრამ ჩვენი არ არის. ჩვენი არ არის. მართლმადიდებლობასთან არ შედის მაინც კავშირში, მაგრამ ამერიკელები და დასავლეთი გეუბნება რომ ჩემნაირი გახდიო რა. გულისხმობ აქ საკმაოდ საინტერესო. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. მე მგონი ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და შენ პირს შაქარი რო იყვიან ირაკლი ძალიან საინტერესო. ეს შუა დერეფანი რეალურად ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული ხსნა არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი, ერთადერთი არის, იქ სხვა დერეფნებიც არის და ზოგადად მოდი რა ივაჭროს რა ყველამ ჩვენი ქვეყნის გავლით, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს, ჩრდილოეთიდან სამხრეთითაც არის დერეფანი. თავარია რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შემდეგ უკვე ჩვენ ყველაფერს ჩვენ გოგა ხაინდრავა ყავს მეგობრებო, სულ მცირე ხანში შემოგვიერთდება და ჩვენ ვისაუბრებთ არად იმ თემებზე, რომელსაც ქვია
ამერიკის სულის საქციელი ჩვენი ქვეყნის მიმართ ეს სალაპარაკო გვაქვს და გოგა როგორც არავინ ისე არის კარგი ამ როლისთვის. დიდი მადლობა ირაკლის და სულ ცირე ხანში გოგა იქნება ჩემთან. გოგა ხაინდრა ვარ ჩვენ გაცემის თუმცა ჩვენი მეგობარი და ძმაკაცი გოგა მე ბევრის ნახველი ვარ უკვე მაგრამ რაც ჩაიდინა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო როცა დაზაფრა ერთი დღით საქართველოს ხო და სრულიად ჩემთვის უპასუხისმგებლო გაუგონარი განცხადება გააკეთა რომ ბომბიდებს სამ უდიდეს სავაჭრო ცენტრში და სუსის რეაქცია იყო ძალიან სწორი ძალიან მომეწონა განცხადება კი განცხადება რომ თავი დაგვანებეთ ნუ გიშლით ხელს რბილი იყო რა თქმა უნდა ნუ უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ აკეთებ და ნუ უშლით ხელს პროფესიონალებს საქმის კეთებას და შემდეგ მოუწიათ გაუქმება აი ამ ალერტის მოდი რა ამაზე ვილაპარაკოთ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს სასუწარკვეთა სრულს ეს ნიშნავს რომ მარცხენა ხელმა არ იცის მარჯვენა ხელი რას აკეთებს და ამას ამერიკაში ვხედავთ იმიტომ რომ გუშინ წინ ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს ერთმა კოლეგიამ გააუქმა ასე ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის საწინააღმდეგო და კოლეგიის მეორე ნაწილმა ისევ აღადგინა ერთ სასამართლოში ერთ ქვეყანაში იქ არის სრული იქ მე არ ვიცი საერთოდ როგორ დამთავრდება მე მაგალითად მე ვერ ხედავ იქ რომ მაინც და მაინც დიდი წარმატებას მიაღწიოს ტრამპი ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ თქო ხო ჩვენ ანუ ჩვენ კი არა სხვა აქტორები ეხლა მე დღევანდელი მაინც რითი მინდოდა დამეწყო იცი ბაბუა ჩემს ჰქონდა 35 ჭრილობა მეორე მსოფლიო ომში აეროპორტში იმაში ვერ გადიოდა ბოლოს ცნობა მიცეს რომ რკინები ის ჩარჩენილი ქონდა რა და ამიტომ მინდა ყველა ვეტერან ცოტა არიან დარჩენილები ძალიან კი 700,000 კაცი წავიდა ევროპის დასაცავად გერმანელები საქართველოში არ შემოსულან არა ვერ შემოვიდნენ საქართველოში მარუხზე და სვანეთში იდგნენ ქართველებმა გააჩერეს ხო და ჩვენი აი 700,000 კაცი ევროპას იცავდა და ევროპის აქეთა ნაწილს ევრაზიის ნაწილს რუსეთს და არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან დღეს ჩვენ მადლიერებას ვერ ვხედავთ 350,000 კაცი და შეწირა 250 350 უი ბოდის შემეშალა მე 250 350,000 კაცი ნახევარი არ დაბრუნდა ომში იყო გაწეული საქართველოს მოსახლეობის 20% 700,000 კაცი ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ ამერიკა მოიგო ომიო 250,000 კაცი დავკარგავ. ეთქი ჩვენ მოგვიგია ესე იგი ჩვენ 350,000 კაცი დავკარგეთ ხო? ესე იგი სრული აბსურდი რომელსაც ჩვენ სოფლიოში უყურებთ რა. და ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ამის ხაზგასმა, ამის პატივისცემა, მადლიერება ფაშიზმზე გაიმარჯვეს. და დღეს ფაშიზმი ბრუნდება. და ჩვენ ამის მომსწრეები ვართ. დღეს ეს სამარცხვინო კაცი თავმოყარეობის ნასახი რო კონდეს ამ ჰერჩინსკის ნასახით არ მოყარეობის ამ ქვეყნიდან უნდა მიდიოდეს. მე მესმის რატო არ აძევებს აქედან საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ეს, მაგრამ ჩვენი ხელიდან მინდა რომ ამ ჰერჩინსკან იწოდეს, რომ ჩვენგან ის გაძევებულია ამ ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის ანდაზა, რომ სტუმარი ხისა. ეს ეშმაკის და არა ღვთის. სამარცხვინო კაცია დღეს რა იკადრა და ეს იცი რატო თავზე აქვს გასული გონიათ რომ კიდე ბუმბერასები არიან დაშლილია ის კავშირი დეგრადირებული აბსოლუტურად კორუფცია ძალადობა ფარისევლობა რასაც უყურებთ ჩვენ შეხედე რა ხდება ევროკავშირში წარმოიდგინე შიგნით რა ხდება ერთი ევროკავშირი 27 ერთი კავშირია ხო ერთ ოჯახად ითვლებიან ერთი ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს გადაფრენის შესაძლებლობას არ აძლევს ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს იქ მეორე ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის და იძახის რომ ეს ასე ვთქვათ ფარისევლების და მწვალებლების გაერთიანება რას ელაპარაკებები ეს ჩვენ ხო ყველაფერი ვიცით ამას მომავალი არ აქვს ის ჩამოიშალა ის ეგრეთ წოდებული აი ჩვენ რაც იმაში გვიწერია იმაში კონსტიტუციაში სადაც მივდივართ იქ აღარაფერი სიბნელის მეტი აღარაფერი აღარ დაგვხვდება არა ის დამთავრებული თემა ეხლა დღევანდელი დღეს მინდა დაუბრუნდე რა და აი ამ ოლეოლა ნაც ევროპელებს რა გზას რომ მინდა უთხრა სოფლიოში 4 ბირთვული ქვეყანა ომობს აბა მეხუთე არის ნატო რომელიც პირდაპირ არის ჩართული ომში პირდაპირ კი შენ წარმოიდგინე რომ პრაქტიკულად ბირთვული ომის
ზღვარზე ვართ. მესამე მსოფლიო ომი მიდის მსოფლიოში. მიდის, კი ბატონო. პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი და ნატო. ირანი არა, ირანი ჯერ ჩართული არ არის. პირველად ვინც ომობს, სადაც ცეცხლია გახსნილი და ერთმანეთს ესვრიან, ხო? ირანი არ ჩამოვწეროთ რა. ეხლა მინდა გითხრა, ყველაზე დიდი სიხიფათე რასა აქვს, იცი, რელიგიურ ომს. და ინდოეთ პაკისტანის ომი არის რელიგიური ომი. ისლამის და ინდუიზმის, კი ბატონო. რელიგიური ომია, იმიტომ რომ იქ ტერორისტული აქტი მოხდა. შენ რა გინდა მითხრა, რომ ამდენი წელია, ხო, დაპირისპირება ქაშმირის ოლქში და ინდოეთსა და პაკისტანს შორის განდის მერე მოდის, ხო? განდის პროვოცირებულია ეგ კაცი. ქვეყანა გაყვეს. დღესაც რატომ მოხდა დღეს მაინც და მაინც ეს ტერაქტი ქაშმირში? რომელმაც გამოიწვია ეს და იქ ომი მიდის, იქ დაბომბვა მიდის. სულ მუდამ. ომი დაიწყო. შენ წარმოიდგინე რა გარემოცვაში ვართ. რა გარემოცვაში ვარ წარმოიდგინე რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელ-პალესტინის ომი და ინდოეთ-პაკისტანის ომი. აგერ არის უკვე ხوارგონია რომ შორს არის. ერთი რუკა შეხედე. ამ ფონზე ეს მე არ ვიცი რა დავარქვა ამათ რა ეს ლაკასებრთა მოდგმა რო არის რა ეს ოლეოლა ტრულაილაები რა. შენ წარმოიდგინე რა ტრულაილა კაი იყო კიდე. ტრულაილა ასეთი ყვარყვარილა. არა, მე რას ვიცახი? ეს არის ეშმაკები, პატარა ეშმაკები, ჭინკები. არაც ისეთი პატარაა. ჭინკები. აბა რა პატარა? შენ ნახე იმის საპატრიარქოს განცხადება. კი. იმ აი ამ ბოროტების ესე იგი ღვთისგმობა, შენ წარმოიდგინე რა დონემდე არის მისული ესა რა. დაიწყეს მჩხიბავებით. რუსთაველის მოედანზე დემსებს ურჭობდნენ ცოცხალი ადამიანის ფიტულს. მერე შობის ნაძვის ხის ქვემოთ რაც არის ყველაზე წმინდა ყველა ჩვენთაგანისთვის ბავშვები ხო ვიყავით ბავშვები ხო ვყავ შვილები შენ წარმოიდგინე შობის ხე ნებისმიერი ადამიანისთვის ქრისტიანულ სამყაროში ხო როგორი იმედის რაღაცა სიხარულის იმის ქვეშ დაწვეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით. მანამდე ამ ჩხიბავებმა ჩაარჭეს იქ რაღაცა ნემსები. მერე კაბაში ჩაცმული კაცები ტრიალებდნენ ქაშვეთის წინ შობის ღამეს. კი ბატონო. და დღეს იქამდე მივიდნენ რომ პირდაპირ გმობაზე გადავიდნენ, პირდაპირ. მართლმადიდებელ ქვეყანაში ისტორიულად. ესე იგი თავაძეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს თავის წინაპრებს, ქართულ ისტორიას, ქართულ საქართველოს რწმენას. ჩვენ ყველაფერს რასაც საქართველოს დგას, წარმოიდგინე. ამ აი და ყველაზე ისე როგორ მეწოდებიან, აი სულ აი ხა დღეს რო იქ არიან შეკრებილი ეს ოლეოლა ისინი ევროპის მოედანზე რა. აი მეწოდებიან. შენ წარმოიდგინე რა დღეში ჩაიგდეს თავი. ამ თავაძემ რა დღეში ჩაიგდო თავი. საპატრიარქოს განცხადების ბოლო აბზაცი ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ არ მოინანიებ, განიკვეთები ეკლესიიდანო. შენ გესმის ეს რას ნიშნავს? არ აღელვებს მაგას. ეს გესმის რას? არა, მაგას რა აღელვებს, მაგას ნიშნულობა არ აქვს. ეს ხო გვარზეა ლაპარაკი. საერთოდ ეგ ხო მომავალზე, შვილებზე, ამაზე დიდი სასჯელი ქართველი კაცისთვის, ქრისტიანი კაცისთვის არ არსებობს და ეს ქრისტიანული ქვეყანაა, მართლმადიდებელი, მისი წინაპრები მე არ ვიცი მაგათი გვარი, მაგრამ მისი წინაპრები დარწმუნებული ვარ, რომელიმე თაობაში თავს ღრიდნენ საქართველოსთვის, მართლმადიდებლობისთვის, ქრისტიანობისთვის, სამშობლოსთვის. ესენი როგორც სადამდე მივიდნენ, წარმოიდგინე რა. რომ რას კადრულობენ. და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება, მისი ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად სწორ გზაზე დგას, ჩემო შალვა. იმიტომ არის სატანისტური შემოტევები აბსოლუტურად. ეხლა შენ წარმოიდგინე დღეს გამოდის ფიშერი გვარად, რომლის ბაბუა SS-ის ოფიცერი იყო. აბაბიჯო. და 9 მაისს ქართულ საზოგადოებას მოძღვრავს რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის დემოკრატია და რა არის თავისუფლება. საზოგადოებას, რომელსაც 700,000 კაცი გაუშვა იმ ევროპის დასაცავად და 350,000 კაცი დაიღუპა. და რო არა ეს ხალხი დღეს ევროპაში ვინ იქნებოდა და როგორი იქნებოდა ევროპა იმისგან გამომდინარე, რასაც ხედავთ, ხო? ეხლა ხედავთ. წარმოიდგინე, ეს ვიგინდა რა, ეს ახლა. თან ელჩათ მოაქვს თავი. ბედავს და გამოდის და 9 მაისს. ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე მიდი უთავმოყარეობა, ამაზე დიდი თავხედობა რა უნდა იყოს იმ
ჰარჩინსკიზე აღარ ვლაპარაკობ. მე მაინტერესებს 9 მაისს რომელი ევროპის დღეს ზეიმობს, რას ზეიმობს საერთოდ ეს უბედურ დღეს ეს პოლონელი რას ზეიმობს. 50 წლის 9 მაისს ეს ცნობილი ის რო არის, რა ქვია იმ შუმანის დეკლარაცია, რას გულისხმობდა? 9 მაისს გამოაცხადა პარიზში, სხვა 9 მაისს. პარიზში გამოაცხადა საფრანგეთის და წინადადება დააყენა საფრანგეთის და გერმანიის ნახშირის და ფოლადის წარმოებების გაერთიანება. რაც ეკონომიკურ სარგებლობას საფუძველს ომი რო აღარ მოხდეს ჩვენ შორის. ხო. აი ეს არის 9 მაისი 50 წლის. 45 წლის 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების. ესე იგი რატო არის 8 და 9 მაისი ეს ტრამპმა ეგეც არის. დროის ამბავი. 23 საათზე 8 მაისს დაიწყო კაპიტულაცია, ასე ვთქვათ, ხელმოწერა. ხო, არა, ხელმოწერა ადრე იყო 23 საათიდან დაიწყო. და ამ დროს რუსეთში, მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო. ევროპაში 8 მაისი იყო. 11 საათი. სხვადასხვა საათობრივი საფრთხე. ამის გამო არის მხოლოდ და მხოლოდ. ესე იგი 9 მაისი ფაშიზმის დამარცხებაა. და გარდა ამისა 9 მაისს ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ევროპის ტოტალიტარიზაცია საბჭოთა რეჟიმის ქვეშ. და ეს ჰარჩინსკი რა ზეიმობს, ერთი მაინტერესებს. რა ზეიმობს პოლონელი კაცი? რა პოლონეთის როლი არის ძალიან საინტერესო. საფრანგეთის და გერმანიის გაერთიანებას ფოლადში და ნახშირში თუ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმის გამარჯვებას აღმოსავლეთ ევროპაში. პოლონეთის როლი არის ძალიან საინტერესო და ამას დაუბრუნდებით ჩვენ, იმიტომ რომ მაგალითად დღევანდელი პოლონეთი არის ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი პრეზიდენტობის ევროკავშირის დროშას წვავს. კი, არა, საჯაროდ. საჯაროდ. ეხლა შენ წარმოვიდგინე, აი, ძალიან საინტერესო ქვეყანაა. პოლონელები არ არის მარტივი ხალხი. მათი ეროვნული თვითშეგნება არის ძალიან მაღალი. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. აი ეს LGBT და სხვა თემები ვერ მოერევა ეგრე მარტივად პოლონეთს. ბიჭო, იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი ერია რა. ესე იგი კათოლიციზმის ერთ-ერთი კი ბატონო, ასე ვთქვათ საყრდენია ევროპაში საერთოდ. და დემოკრატიის ერთ-ერთი პირმშო, იმიტომ რომ მეფეს ირჩევდნენ. ხო. არ არის ეგრე მარტივად. პოლონეთს ეგრე მარტივად. ამიტომ არის სამარცხვინო კაცი ჰარჩინსკი რა, მაგას ვეკითხებოდი, რამდენი ბები ამყავს პოლონელი ბიჭო. და ჩემთვის ჰონორ, იქიდან გონორ, იქ პოლსკი გონორ, იქიდან მოდის ეგ ცნობილი ამბავია. და რუსეთს ებრძოდნენ წლებია. რესპოსპოლიტა და ასე შემდეგ. ნუ ეხლა პოლონელებს აღებული აქვს მოსკოვი. თავის დროზე. აი ჩვენ რომ ბავშვობაში გვასწავლიან ნივან სუსანინს, გასწავლეთ. აი ეგ იყო დღეს შეიყო და პოლონელები. პოლონელი ჩვენ ყველას გერმანელები გონია, ეს პოლონეთის ჯარი, ლჟედმიტრი მიყავდათ. ხო. და აღებული აქვს კაცო მოსკოვი, აღებული აქვს სტეფან ბატორი და სიგიზმუნდ ვილიკალეპნი მაგათ ყავდათ. რუსეთისთვის მოგებული აქვს ომიც, ხო და არა, 300 წელი ეუბნებოდნენ რუსები, კაცო ეგრე კი არის. კი, ეგრე არ არის. საერთოდ რას ვიძახი, იცი, განსაკუთრებით ამიტომ ამ ფონზე ესეთი შენ იცი რომ პოლონეთის ჯარში აი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთადერთი ერი, ვისაც უფლება ჰქონდა რომ ოფიცრები ყოფილიყვნენ ქართველები. ბატონო, ვიცი, ბევრი ქართველი წავიდა. მათ შორის შალიკაშვილის მამა. და მე სხვა კი პოლონეთიდან და რა მინდა კიდე გითხრა რომ ეს კათოლიკური ტაძრები პოლონური ტაძრებია. და იქ შენარჩუნებულია. თბილისში და პოლონეთში ძალიან დიდი როლი აქვს ეკლესიას. რასაც ვერ იტყვით ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. აი ამ ფონზე, ამ ურთიერთობების ფონზე, აი სამარცხვინო კაცი ეს პაվել ხერჩი დღეს რა იგადრა. ხო და რა უცნაური. და თანაც ისი როგორ ფარისეველი, იცი როგორი აი კარგი სიტყვაა რა, მე და შენ ხშირად ამას გვაბრალებენ, ხო, ჩვენ ხო ცნობილი რუსეთომები, ლაკა არის ევროპელი. ოღონდ იმით რუბლებით გაძიძგილი დღეს ნახე იმეებში უდევს რა თუ ეგეთი სუკანი გამხდარია მაგრამ ეს რუბლები რო უდევს გარშემო ესე ჩანს წარმოიდგინე რომ აი ამაზე იქით ამის იქით რა დღეს ნუ აი ერთ გამოვიდა იქ და თქვა რომ საქართველოს თავრობა ცუდად იქცევა და ასე შემდეგ და მე აქეთ კითხეს რომ კი მარაო შენ მე შიდა საქმეებში არ ვერევიო საქართველოსიო ხო ეხლა ნუ რაღაცა თავმოყარეობის ნას აი ამ ხელა ხო უნდა გქონდეს ხო ამ ხელა ევროკავშირის ევროსკავშირის ელჩი ხარ ხო თავმოყარეობის ნასახი ხო უნდა გქონდეს მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტი იცი რა არის აი გეუბნები რა სიბერე მიხარია რა 70 წლის ვხდები ახლა ცოტა ხანში რომ მოვესწარი ამ საქართველოს რა აი მე და შენ აგვზივართ
და ღირსებით სავსე საზოგადოების წარმომადგენლები ვართ. ეს პატარა ქვეყანა 3 მილიონი ნახევრიანი 20% თავისი მოსახლეობის გაუშვა მეორე მსოფლიო ომში და მთელი ევროპისთვის იბრძოლეს ქართველებმა და თავი დადეს იქა. დღესაც ყველაზე ერთგული თანამებრძოლები ამერიკელების ამ თავმოყარეობა რა ქონდეს ამ კონგრესს იმას ევროკავშირს რო დაემსგავსა. ევროკავშირის პარლამენტმა რომ მიიღო რეზოლუცია 560-მა კაცმა ხმა რო აუწია რომ სააკაშვილის გადაყვანა სამონტყოფოში, როდესაც სააკაშვილი 8 თვე სამონტყოფო. აი ზუსტად იგივე გაიმეორა კონგრესმა. სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერ ეხლა სახელი ხო შეუცვალეს. ეხლა შიგნით რა წერია, იცი? აზახა ის ეხლა იმ ვილსონზე ლაპარაკის ეძებს. არა. ის შიზოფრენიკა ჩამოყალიბებული. არ არის მაგაში საქმე. თან სამარცხვინო კაცი კეზერაშვილისგან ქთამს რო აიღებ ეხლა ამერიკის კონგრესმენი რო ხარს. ეს რა დღეშია ის ქვეყანა წარმოიდგინე რა. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა წერია იცი USAID-ის ავალებენ რომ საქართველოსზე დადონ ანალიზი დახურულ ორგანიზაციას ხო დახურულ აზე ხარ სად არის ეს ვილსონი დახურულ ორგანიზაციას ხო არა მარტო დახურულს ვინჩივის დაწევლილს გადავლილს დაფურთხებულს და რა ვიცი დაპატიმრებულს და ნუ მეხთამეს და რამე რა არ უწოდეს ახლა და იმას ავალებს ვილსონი აზე ხარ სად არის და ვაშე ის გარშემოს უყველანი და დარბაზი ხომ ნახეთ ხო? არავინ არ იჯდა 20 კაცი იჯდა. ესე იგი ტელეფონით მიცეს ხმა. ერთი და იგივეა. ამ გაერთიანებას რა ევროსატლანტიკურ კავშირს მომავალი არა აქვს. მე არ მგონია რომ ტრამპი შეძლებს იმის დაძლევას, იმ კატასტროფის დაძლევას, რომელიც იქნება, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ახლა ვნახეთ კონგრესში რაც მოხდა, ხო? ეს წარმოუდგენელი ამბავია. წარმოიდგინეთ ტიპი ბოდავს, რომ საქართველოს პროირანული, პროჩინური, ანუ აი ბოდავს რა, რა პროირანუ ვაფშე რის საშუაშია. წარმოიდგინეთ ტიპი სად არის და ამ აბსოლუტურად აი ამ არარაობის მიერ შედგენილ დოკუმენტს 340 კონგრესმენი ამერიკელი ტრამპი ეხვეწება სის დამელაპარაკება. არა, ეხლა ამაზე ეს ვაფშე მაგარი თემაა, ხო წარმოიდგინე. ეხლა ხო თქვა რომ 24 საათში მოვაგვარებ იმ კონფლიქტსო. მერე გამოვიდა რომ 24 საათში ვერ აგვარებ. 100 დღეში. მერე იყო ბრძოლა იმ ნედლეულის და იმის შეთანხმებაზე. როგორც კი ხელი მოაწერეს ამ ნედლეულის და პორტების შეთანხმებას, რუბიო მეგრევე გამოაცხადა რომ ჩვენ ეხლა თუ ხვალზე ესენი არ შეთანხმდებიან ერთმანეთს, ჩვენ გამოვალთო საერთოდ მოლაპარაკებიდან. და გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა იმ ოვალურ კაბინეტში გამოაცხადა რომ ჩინეთი უნდა ჩავრთოთო იმაში მოლაპარაკებაში. და შენ ჩინეთი რატო უნდა ჩართო? ჩინეთი როგორ არის ჩართული? დღეს პარადი ნახე? კი, ნახე. ეს არ იყო აღლომი. შალვა. ეს იყო დემონსტრაცია, აბსოლუტური ცალსახა დემონსტრაცია სამხედრო ბლოკის. ცალსახად, რა თქმა უნდა. სამხედრო ბლოკი იყო წარმოდგენილი, აქეთ ხო არის ნატო. იქით არის აი. აქეთ შეიდგა და აჩვენეს თელ სოფლიოს კორეა, ჩინეთი, ბრაზილია, ბრიქსი რაც არის მთლიანად. კი ბატონო. და ფაშინიანიც რო ჩაბზანდა. და მაგარი რა არის, ფიცოს რატო გაუხსენით გზაო და ჩაკეტილი არ იყო, ანუ დებილებო ფიცოსის უნდა ჩაგვეკეტა. და ფაშინიანი რო ჩაფრინდა, იმას რატო არ ფსალაბა? ჯერ ეს ერთი ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს გზა რატო უნდა ჩაუკეტოთ? იმიტომ რომ ეგრე უნდა. გზას არავის არ უკეტავთ, ეს ერთი. მეორეს ერთი. არა მარტო ფიცო ისიც ვუჩიჩი რო დასინოდა. ვუჩიჩი საქართველოსდან გაფრინდა, საქართველოსზე გადაფრინდა, მაგრამ ეს თვითონ ეს იცი რაზე მეტყველებს, შენ რომ მკითხე რა, რაზე მეტყველებს, იცი? ეს მერკვეთებს სრულ ცასუწარკვეთაზე. როგორც ევროპის, აი ამ ეხლა თან რაც თავარია რა, კიდე კარგი ამაზე უკვე ლაპარაკი დაიწყო თვითონ ევროკავშირის შიგნით. თვითონ შეხედე, აბა მათი შეკრებები, გამოსვლებია. ეხლა სამწუხაროდ ისე ფართოდ არაშუქებენ, როგორც მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ყველა მოვისმინოთ შიგნით რა ხდება. ეს დაშლილი ორგანიზაციაა. ჩვენ ამ კონსტიტუციით საით მივდივართ, მე არ ვიცი, იმიტომ რომ 30 წლამდე კი არა, მომავალ წლამდე. გერმანიაში ოპოზიციას ტერორისტულ ორგანიზაციად, ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რადიკალურ ორგანიზაციად აცხადებენ ხელისუფლება. და ჩვენ ვართ კიდევ ასე ვთქვათ ანტიდემოკრატები. ხო, საფრანგეთში. და რუმინეთში? და რუმინეთში იცი რომ იმაზეც ეხლაც ვიცი. ეხა ხო მოიგო პირველი. კი, მაგრამ იქ შეიტანეს. დღეს ავიკითხე რომ უარი უთხრეს. პირველმა ინსტანციამ უარი უთხრა. ამის გაუქმებაზე. ამის გაუქმება, მაგრამ რასეჟავენ მერე კაცმა არ იცის რა. მაგარი და მაგაზია ლაპარაკი რომ ეს ევროკავშირი დამთავრდა.
ეგეთ ევროკავშირი აღარ არსებობს. თუ ეგ ბიუროკრატია არსებობს ბრიუსელის, რომელიც პაპხურობს დღეს ჩავიდნენ სულ ყველანი ერთად იმაში, უკრაინაში $1 მილიარდი ჩაიტანეს თუ ევრო, იმისთვის რომ კიდე 1,5 მილიონი უკრაინელი მოკვდეს. მაგათ დასაცავად. იმიტომ ძირითადი ეხლა რაც ხდება, ამოფარებულები არიან ამ უბედურ დღეზე გაჩენილ ქვეყანას რა. აი ამ უბედურ დღეში ჩავარდნილ ხალხს. აი გული მე თუ თქვება რომ უყურებ ეხლა მე ხო გეუბნები უკრაინაში დავდიოდი მთელი ჩემი ახალგაზრდობა უკრაინაში მაგრამ რას უყურებ რა მაგრამ ეხლა იცი როგორი რამეა საზოგადოება თავის დამართეს თავის წარმოუდგენელი ამბავია ესეთი ცინიზმი როგორცაც ჩვენ ხედავთ დღეს თქვი კიდეც მოხუცი ქალი 100 წლის ქალი მივიდა 8 მაისის აღსანიშნავად და დაიჭირეს მოხუცი ქალი ჩასვეს მაგრამ მაგაზე არ არის ლაპარაკი იქ დაიჭირეს ან დაიჭირეს შენ წარმოუდგენელი რას ამ ხალხს რას უშვებია არ ჩანს დამოკიდებულება რა თაკავთ აი ამ ეგ უკვე ცინიზმი არ არის ეგ სატანიზმია რასაც ევროკავშირი აწარმოებს უკრაინასთან მიმართ ეგ სატანიზმია წმინდა წყლის რა რასაც ეგენი აკეთებს მე რატო აყვნენ ნუ ეგ სხვა საქმეა რატო აყვნენ ამას ძალიან დიდი ფესვებია მე მაგა ჩემთვის მაგალითად გაუგებარი ეხა ამას წინათ კადრები ვნახე ჩვენებმა აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამე მოხდა ეხა ჯერ აგერ ჰოკეიში გავედით ჰოკეის ხელბურთი ჰოკეი და ჩვენმა მოთხილამური იმით სიგურებით ფიგურისტკა ხო ხო ფიგურული ციგრაო ჩემპიონები გახდნენ კი და მეორე ადგილზე უკრაინელები გავიდნენ და ხელი არ ჩამოართვეს არ მოულოცეს უკრაინელებმა არ მოულოცეს ხო ნუ წარმოუდგენელი მე რა მაინტერესებს ისი მე მაგათ მინდა ვკითხო და დამოუკიდებლობა რო გამოაცხადე და ზელენსკის მასხარა ბოროტი როკავთ პრეზიდენტად დაყენებული რომელმაც დაღუპა ის ქვეყანა და მიწასთან დააგრძელებს ამას იმიტომ რომ ის სხვა ქვეყნის ინტერესებს იმსახურება ისე როგორც ხაზარაძე, ლიაკა ხოშტარია, კიკო ვაშაძე და მთელი ეს ლიაკასებრი მოდგმა რო არის ხო? კი მაგრამ სახელმწიფო დამოუკიდებლობაზე პრეტენზია რო გაქვს და თქვენ ქვეყანას რო რუსული სიტყვა სოფლის ბოლო ქვია ეგ როგორ არის? აკრაინა ქვია. სახელი მაინც გამოგეცვალა თქვენ კაი დედმამიშვილობო ხელს არ გვართმევთ მადლობას არ გეუბნებით. ამ პატარა ქვეყანამ შეიძლება ყველაზე მეტი გააკეთა თქვენთვის მართალია ბომბებს არ გიგზავნით რომ თქვენი შვილები დაიხოცონ ისევ. მაგრამ რაც შეგვეძლო უკრაინული სკოლები გავხსენით, საბავშვო ბაღები გავხსენით. რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. ყველა რეზოლუცია შეუერთდით, ყველა. ის კემაინც რაღაცა უკრაინული სიტყვა გეპოვათ თქვენი სახელმწიფოს დასახელებისთვის რა. რუსული სიტყვა აკრაინა რო ქვია. სოფლის ბოლო ხო, რა ვიცი აბა. აი ეს არის ვითარება. კი ბატონო. რეალური. გოგა, უღმეს მადლობა, ჩემო კარგო. მე მგონი უკეთესი მომავლის იმედით იცოდე რა ჩვენ ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობ და მე აი ამ საზოგადოებას მადლობა უთხრა ამისთვის რა მე ვარ ღირსეული საზოგადოების წევრი ღირსეული ქვეყნის შვილი ვარ რა და წინაპრების მაგარები მყავდა ბაბუა ჩემი ხო გეუბნები 35 ჭრილობა ქონდა რა ვენაცვალე მაგათ 58 კაცი ყოფილან ცოცხალი კიდე საქართველოში ომის მონაწილე აუ რა მაგარი აბა დღეს მიცეს ერთს იქ მივიდნენ მისულები იყვნენ და 104 წლის აუ რა მაგარი და მიცე ჯილდო მივიდა მოეფერენ და 58 კაცია კიდე ცოცხალი ძალიან მაგარია ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მადლობა მათ და ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით კარგად გრძანდებოდეთ